შეცდომა იყო ეს ხალხი ივანიშვილის? თქვენ როდის ესაუბრეთ ბატონ ბიძინას? ბოლოს როდის ნახეს პირისპირ ბიძინა ივანიშვილი ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ოლიგარქის პარტიის ლიდერებს გაქცევა ურჩევნიათ. კორუფციული სკანდალების შემდეგ მთელი 2 თვე გავიდა. ღარიბაშვილმა კანონის დარღვევით ფულის კეთება აღიარა. ბურჭულაძის წინააღმდეგ ჩვენება ბიზნესმენებმა მისცეს, რომ ქრთამს უგზავნიდნენ. ამ დროს კი ოცნების ლიდერი, რომელმაც ღარიბაშვილიც და მისი გუნდიც ხელისუფლებაში მოიყვანა და ძალაუფლება მისცა, არც პასუხისმგებლობას იღებს და არც არაფერს ამბობს. რატომ უნდა გააკეთოს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მისი მოყვანილია ეს ხალხი. ამასთან დაკავშირებით განცხადება არის პოლიტიკაში და მისი პასუხისმგებლობაც არის. ცოტა პასუხისმგებლობა არის იმ ადამიანის, ვინც მოქმედებს, ვინც რამე კანონს არღვევს. როდის ესაუბრეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს? ბატონო ირაკლი, ეს მაინც რას ფიქრობს? რას ფიქრობს ეს ადამიანი ამ საკითხებზე ბატონო ირაკლი? ირაკლი კირცხალია ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერია. ანუ ოლიგარქის პარტიის 89 დეპუტატი პარლამენტში მას ყავს ჩაბარებული. თუ მისი პასუხებით ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ ივანიშვილი არა მხოლოდ რიგითებს, პასუხისმგებელ პირებსაც კი არ უნახავთ. შალვა პაპუაშვილს დღეს ჩვენ ვკითხეთ, რას ფიქრობს ივანიშვილი მისი გუნდის წევრების დაკავებაზე და მათთვის ბრალდების წარდგენაზე. გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას, რომ ხალხი, ვინც კორუფციულ დანაშაულში ამხილეს, მისი მოყვანილია. თქვენ რატომ ჩაგაბაროთ ანგარიშები, როდის შევდიან? თქვენ გაინტერესებთ კი ბატონო, მაგრამ მე ხო არ ვარ ვალდებული თქვენი ინტერესი დავაკმაყოფილო. ბატონ ბიძინა ივანიშვილს და რას ფიქრობს ის ზოგადად აი ამ კორუფციულ სკანდალებზე, რომ მე მგონი არანაირ ვალდებული არ მაქვს ანგარიში გაბაროთ, მე ვის როდის რანაირად შევდით. მადლობა. ბატონო შალვა ღარიბაშვილი ბრალდებულია, ოღონდ მისი სასამართლო პროცესები გადაიდო, რადგანაც პროკურატურამ გითხრა, რომ ახალ მტკიცებულებებს ეძებს. ლილუაშვილის სახლი გაჩხრიკეს, მაგრამ ლილუაშვილი ხელშეუხებელი აღმოჩნდა. ფარცხალაძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, თუმცა ვერც მას შეეხნენ. ამიტომაც ჩნდება კითხვა, ხომ არ აპაუზებს ამ საქმეებს თავად ივანიშვილი. ეს არის კორუფციასთან რეალური ბრძოლა თუ ივანიშვილის ანგარიშწორება მის ფავორიტებზე, ვიზეც გაბრაზდა. თვითონ ხო საუბრობთ მათ კორუფციაზე და შეცდომა იყო ეს ხალხი ივანიშვილის? გითხარით თუ შეიძლება. ჯერ არ დასრულებულა თემა, დასრულდება და დასრულებულა ღარიბაშვილმა თავად აღიარა უკანონო შემოსავლები და ივანიშვილი რას ფიქრობს ამაზე? რას ფიქრობს? არ გეუბნებათ რას ფიქრობს ამ არიცით? არ გიკითხავ? არ შეხვედრი ხართ მის შემდეგ? სამჯერ პოლიტიკიდან წასული და უკან დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი მიდის თუ არა მეოთხედაც პოლიტიკიდან. მისი პოლიტიკაში ყოფნა არ ყოფნის საკითხი ქართული ოცნების წევრებისთვის რიტორიკული კითხვა აღმოჩნდა. გეტყვით, ვერ გეტყვით. სად არის მაშინ ახლა ის? როგორი კითხვა არის რიტორიკული? არ ვიცი ნამდვილად. ის ყოველდღიურ რეჟიმში ნამდვილად არ აცხადებს თავის ადგილმდებარეობას. ბიძინა ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკაში იყო, იქნება თუ როგორ არის, ამას შესაძლოა არ ქონდეს ისეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა თქვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ, მისი გუნდის წევრები, ყოველთვის დავრჩებით მისი პრინციპების და იმ იდეოლოგიის გამტარებელი, რომელიც გულისხმობს ამ ქვეყნის ინტერესების უპირობო დაცვა. როდესაც საქმე ლიდერს ეხება და მით უმეტეს ივანიშვილს, ყველა სიტყვას სიფრთხილით არჩევენ. ნებადართულია მხოლოდ მისი ქება, სხვა დეტალებზე საუბარიც არ არის. თარიღებს ვერ გეტყვით, პოლიცაბჭოს სხდომები იმართება ისეთ ფორმატში, სადაც შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი არ ესწრებოდეს და ამ შემთხვევაში ვერ გავიხსენებთ. 4 ოქტომბრის შემდეგ პოლიცაბჭოს ესწრებოდა იმათ. აი ძალიან გამიჭირდება ახლა ზუსტად თარიღები გითხრათ და ესწრებოდა თუ არა. არა, არა, მე შესაძლოა პოლიცაბჭოს სხდომა იყოს, სადაც მე არ ვესწრებოდ. ბიძინა ივანიშვილი ბოლოს არჩევნების დღეს 4 ოქტომბერს ვნახეთ. საარჩევნო უბანზე კითხვებისთვის პასუხები არ გაუწია და მცირე განცხადებით შემოიფარგლა. არ გამოჩენილა და არც არაფერი დაუწერია, არც მას შემდეგ, რაც მის მიერ ორჯერ პრემიერად გაშვებული კაცი საბრალდებო სკამზე დასვეს.